10 წუთით გაჩნდა იმედი, თუ არ გაჩნდა. ვფიქრობ, რომ გაჩნდა, ხო? ამიტომ თქვენც უნდა ფიქრობდეთ ასე, რომ გაჩნდა იმედი იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე შეიცვლება რადიკალურად სიკეთის მიმართულებით წავა. ამკაც ცხოვრების სიკეთის კეთება თქვენ არც იცით, ბევრმა აგი უნებრივია ახლა, იმიტომ ინფორმაცია თქვენ კი არა, ჩვენ არავის არ ქონდა. საერთოდ არავის არ ყავდა ეს კაცი ნანახი გაზეთში, ას ტელევიზორში 10 წელი. იმდენ რაღაცას აკეთებდა, რომ ამას აკეთებდა მოგზაურებულად თავისი კაცობის წინაშე, ღმერთის წინაშე, მაგრამ იძულებული შეიქნა, რომ ეს საკითხი ასე დაეყენებინა. იმიტომ თქვენ რასაც ხედავთ ის პოლიციის მანქანები, პატრულის შენობები, რაღაცები, ჩაცმა დამხელვები, სამხედროები, თეატრები, კინოები, თბილისი, ციცინათელა, სამები, ყველაფერი ამ კაცმა გააკეთა და ამას იწერდა სააკაშვილი თავისი გაკეთებულად იფრიდა ამას ყველაფერს და ასე რომ ამ კაცმა გადადგა ეს თავი, ამიტომ ჭირდება მთელი ერის გვერდში დგომა, უბრალოდ თქვენ ჭირდება და ჩვენ ჭირდება იმ კაცის გვერდში დგომა, იმიტომ რომ ჩვენ თავს რო დაუდგეთ მე გვერდში და ჩვენ მომავალს, კაი ჩვენ რაღაცა თქვა ვართ ის მასაკში, რომ რაღაცა გვინახიან ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ხო შვილები გყავთ, ოჯახები გაქვთ, ხო? იმ ადამიანებს რა ცხოვრება იქნება, დღეს რა ფერ ვართ აგე რა? და ხვალ რა იქნება აქ ხომ წარმოგიდგენია მათ ხელში, ხო ფაქტია, ხო? აქ არაფერი აღარ იქნება. რატომ მიდის ამდენი ასაღებიდან თურქეთში? რატომ მიდის? აბა თქვენ ახლა ვიცით რომ იქ რა პირობებში გიწევთ მუშაობა თქვენზე უკეთესად ვინ იცის? ჩვენ მე ხომ არ ვიცი. მე ვიცი გადმოცემი და ზოგადად, მაგრამ თქვენ ხომ იცით რანაირად გიწევთ ეს მუშაობა? რანაირად ხდება ეს ყველაფერი? ამიტომ მე ახლა პირდაპირ გეტყვით იმას, რომ აქ მოხდება სოფლის მეურნეობის, ესე იგი, ჩვენი დარგი კი არა, მხარე გურია, განსაკუთრებით გურია და საერთოდ საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ახლა სააკაშვილი რო იძახის, რომ ტურისტებზე ავაგებო და ტურისტები რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ძირითადად ჩვენი ქვეყანა არის მცირემიწიანი, მაგრამ არის სოფლის სუბტროპიკული ქვეყანა, არის მოდის ლამაზად, კარგად, ძვირფასად ყველაფერი და სხვათა შორის ერთხელ გაზეთში ეწერა კვირის პალიტრაში თურქი ბიზნესმენი, ქართველი თურქი იყო რა. გამაგებინეთო, ამდენი მიწა რატომ გაქვს დაუმუშავებელიო რა, ვერ ხვდებიო რა, კაცი ამბობს. ხო? ასე რომ იქაც დადიხართ თქვენ და იცით რანაირად ხდება, იქ არის სწორი მართვა, მენეჯმენტი ქვია, მართვა ქვია, ქვეყნის მართვა, თორე 90-იან წლებში რომ გადახვიდოდით, არ ვიცი რომ მე იყავით იმ პერიოდისთვის თურქეთში ნამყოფი. მასაკირალი ახლა უკეთესად გამეიყურება ვიდრე იქაური მხარე, ხო? დღეს რომ მიდის ახლა არ გონდენია და ფიცრულები იყო და რა ვიცი სასწაულის იყო და ასე რომ რამდენავით არა იქ რავი განსაკუთრებული სწორი მიდგომა იყო ამიგე ხალხის დასაქმება იყო ასე რომ ერთი რა ბიჭებო ერთი რა თქვენ საყურადღებოთ რომ თქვენ ვიცით რომ ის მიდიხართ წყალო საკუთარი გენატრება, საკუთარი წული გენატრება, შვილები გენატრება, ოჯახი გენატრება და ვიღაცის პრაქტიკულად ვიღაცის დაკვეთას ასრულებთ, ხო? მაგრამ რატომ? რომ თქვენ ელემენტარული თქვენი იყიდოთ, საწვავის ფული გქონდეთ, საჭმელის ფული გქონდეთ, რომ სახში ჩამოხვიდეთ და რაღაცა თქვენ სოფლში ჩამოვთვალოთ. ასე რომ კი, ბევრი ხსენია